რეჟიმი მოქალაქეებს ზეწოლას ახლა უკვე უცნობი ჯარიმებითაც ცდილობს. პროევროპული აქციების მონაწილეები საბანკო ანგარიშების დაყადაღებით იგებენ, რომ ოცნების პოლიციას ისინი გასულ წელს გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაუჯარიმებია. ამის შესახებ მათთვის შესაბამის უწყებებს არც ჯარიმის ოქმი გაუგზავნიათ და არც ელექტრონული შეტყობინება. იურისტები განმარტავენ, რომ ოცნების პოლიცია უკვე დემონსტრაციულად არღვევს პროცედურულ ნორმებსაც კი. მოქალაქეებს დროულად არ აწვდის ინფორმაციას ჯარიმების არსებობის შესახებ, რათა მათ დადგენილ ვადებში შეძლონ მათი გასაჩივრება და ანგარიშების დაყადაღება. თავიდან აიცილონ ეს პროცესი. რიზივეკუა აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. დიახოკა, ბოლო 3 დღის განმავლობაში ქართული ოცნების რეჟიმი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მოქალაქეების დაყადაღებას და ამ ადამიანებს არ აწვდის ინფორმაციას მათი ჯარიმების შესახებ. ეს ადამიანები თავიანთ ყადაღის შესახებ იგებენ მხოლოდ და მხოლოდ ბანკების საშუალებით. რამდენიმე მოქალაქემ, რომელიც ჩვენც ავწერეთ და რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, აღნიშნავენ, რომ მათ არ იციან ზუსტად თუ რა ჯარიმის გამო დაუყადაღეს ანგარიშები და რატომ შეუზღუდეს ანგარიშებზე ცდომა და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მესიჯის საშუალებით, რომელიც ბანკმა გაუგზავნა ამის შემდეგ. გაიგეს და ამ ყველაფერს უკავშირებენ ქართული ოცნების მხრიდან რეპრესიების ტალღის ახალ დაწყებას, რომლითაც სურთ, რომ პროტესტის ხმა კიდევ და კიდევ უფრო ჩაახშონ და მოქალაქეები დააშინონ, თუმცა ეს მოქალაქეები ასევე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლა არა მხოლოდ 5,000 ლარიანი ჯარიმის რისკის ქვეშ დგანან და არა მხოლოდ იმისა, რომ მათ ანგარიშები უკვე დაუყადაღეს, ტროტუარზე დგომის გამო, გზის სავალ ნაწილზე დგომის გამო არაერთი მათი თანამებრძოლი დააკავეს და ამ ყველაფრის ფონზე მათ არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიძლება, სწორედ ამიტომ ისინი ამბობენ, რომ არ გადაიხდიან ამ ჯარიმებს და სულ წინააღმდეგობას გაუწევენ ქართულ ოცნებას, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება. ჯარიმა რა დროს ეხება, რომელია ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ ისედაც მქონდა ძველი ჯარიმები, რომელიც გასაჩივრებული მაქვს 4-ჯერ 5,000-იანი, ანუ 20,000-იანი და ეხლა ეთქობა ეს ახალი მოიგონეს იმისათვის, რომ უბრალოდ პირადად მე დამაყადაღონ და თითი დამიქნიონ და ასე შემდეგ. ამის შესახებ გასაგურველია, როგორც ეს უკვე მიღებული გახდა ამ ქვეყანაში, წარმოდგენა არ მქონდა და აი ესე ჩუმად მე ვიტყოდი ზურგიდან მოგეპარებიან და ჩაგარტყავენ დანას, ხო? მართლა ეხლა საბჭოთა კავშირსაც მოვესწარი, აღარა ვარ ნორჩში, მე GDR-ში ვსწავლობდი და ასე შემდეგ, მაგრამ არასდროს ესე არათავისუფალ ქვეყანაში, როგორც დღეს საქართველოს გახდა, არასოდეს არ ვიცხოვდი. ყადაღის შესახებ გავიგეს სულ სხვა დაწესებულებიდან, ანუ ბანკიდან მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემი ანგარიშები დაყადაღებულიყო. ცდილობენ ადამიანებს სხვადასხვა მეთოდით ებრძოლონ, რომ გამოთიშონ პროცესებიდან, რომ გააჩერონ პროტესტი. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ როგორც ჩუმად გაფრთხილების გარეშე, შეტყობინების გარეშე, ზარის გარეშე, სასამართლოს უფლების გარეშე ჩვენ გვებრძვიან, გვაყადაღებენ, გვასამართლებენ და გვაპატიმრებენ, აი ასე ჩუმად უფორმებენ ამ ქვეყანას რუსეთს. რეჟიმმა ბოლო 3 დღის განმავლობაში 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააყადაღა და ეს ჯარიმები ეხება უმეტესწილად 5,000 ლარიან ჯარიმას, რომელიც გზის გადაკეტვის ბალდებით მათ გასული წლის ივლისში ან გაზაფხულის თვეებში შეუფარდეს, ხოლო რაც შეეხება მოქალაქეების პოზიციას, როგორც მოისმინეთ, ისინი ამბობენ, რომ არაპირებენ დანებებას მიუხედავად ამ ფინანსური კრიზისის და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას მათთვის ახლა რეპრესიების ახალი ტალღა აქვს მომზადებული, ისინი იბრძოლებენ ბოლომდე, ვიდრე ყველა სინდისის პატიმარი არ გათავისუფლდება.